მოგესალმებით, მოდი გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეო და ვნახოთ ეს ყველაფერი დებაგირების მომენტში როგორ ხდება. გავუშვათ ჩვენი კოდი. ხო ეს დავამატე ვიდეოს დაწყებამდე თუ წინა ვიდეო რო დავასწრებ მაგის ბოლოში არ მახსოვს, მოკლედ ინიციალიზაციის ფუნქცია. ვნახოთ მოკლედ აქ ჩვენი ცვლადი როგორ აიღებს პარამეტრებს, აი ეს პარამეტრები, რომლებიც აიღო. view-ები შეგიძლიათ აქედან გამოიტანოთ, ესე იგი რეგისტრების, მემორიის და ლოკალების. ვნახოთ ახლა შემდეგში, როდესაც გადავა init ფუნქციაში, რას და როგორ გააკეთებს ჩვენი პროგრამა. პირველი რაც გვჭირდება, აქ მითითებული მაქვს, რომ GPIO-B გააქტიურდეს RCC-ზე, შემდეგ pin მე-7-ის ITFR ანუ წყვეტა falling and rising edge detection-ზე მოხდეს. ესე იგი, მოდი ვნახოთ RCC. RCC-ის რეგისტრი, მოვძებნოთ B, აი ეს, აი აქ რომელიც არის, უბრალოდ ამას გავწევ ხოლმე, რომ აი გაწითლებები დავაფიქსიროთ. ესე იგი, შემდეგ ეს გააქტიურდა, ესე იგი B-ზე clock-ი და ეს გაწითლდა, რაც შეიცვალა. დავაფიქსირეთ ესეც. ამის შემდეგ ამოწმებს, ესე იგი, ჩვენი pin-ის რეჟიმი, რა რეჟიმია, თუ ნაკლები იქნება, ჩვენ ვიცით, რომ ეს FR-ი 6-ის ტოლია. შესაბამისად, ეს უნდა გადმოვიდეს else-ში. else-ში უნდა შეადაროს თითოეულ if-ში და else if-ში რომელია 6-ის ტოლი. ანუ რომელი რეჟიმი ემთხვევა. აქ უნდა გადმოვიდეს აი აქ და მოდი ვნახოთ ამის შემდეგ რას გაწერს, აი აქ როცა მოვა. EXTI-ის რეგისტრზე. აი აქ ეს რეგისტრები გვაქვს სულ EXTI-ზე, ესე იგი ერთიანი უნდა გადაიტანოს FTSR რეგისტრზე. აი მოვძებნოთ FTSR რეგისტრი. მე-7 პინი რადგანაც გვაქვს მითითებული აი აქ, ახლა მერვეს მოვნიშნავ, რადგანაც მე-7 რო გაწითლდება, ცვლილება რო დავაფიქსიროთ. აი შემდეგ ესეც გადაიტანა, ახლა RTSR-საც დავაკვირდეთ. აი აქაც გადმოვიდა ეს ერთიანი. ამის შემდეგ ვნახოთ, რომ ეს ცვლადები რას გააკეთებენ. პირველ რიგში ცვლადებში უნდა ჩაიწეროს ეს მნიშვნელობები. აი აქ ისევ აქეთ გადმოხდა. იქიდან აქეთ გადმოხდა და შემდეგ ერთიანი უნდა გადაიტანოს sysconfig-ის აი აქ sysconfig-ზე, აი აქ წესით temp 1-ის მნიშვნელობა უნდა იყოს 7 გავყოთ 4-ზე ნაშთით, ანუ 3 გვრჩება და 3 × 4 არის 12, temp 2 უნდა იყოს წესით ერთიანი, მასივის მეორე, ანუ ინდექსად 1 ელემენტზე უნდა მოახდინოს ერთიანის გადატანა 12-ით, რადგანაც 3 × 4 არის 12. ეხლა ეს ყველაფერი არ მოხდა, რადგანაც აქ რიგი კოდის ნაწილი გვაქვს დასამატებელი, პირველი რაც არის, ის არის, რომ მოდი ახლა ამას დავაპაუზებ და ერთიანის მაგივრად ასევე როგორ მოხდეს ისე, რომ ჩვენ გავაკეთოთ ზუსტად მაგალითად port A იქნება, port B იქნება თუ port C, ხო? აი აქ გავაკეთებ ესეთ დასახელებას GPIO მაგალითად დაბატირე port GPIO to code. მოდი ესე გავაკეთებ მაკროს, რომელსაც მივაწოდებ pgpiox handle-ის აქეთ ხო ესე უნდა მივუწოდეთ gpiox. ესე იგი, აქ ეს არის ის ცვლადი, რომელსაც ან init ფუნქციას ვაწვდით. init ფუნქციაში აი აქ GPIOX-ში იწერება in port-ის სახელი, რომელიცაც ჩვენ გვინდა რომ გავააქტიუროთ, ხო, port B ამ შემთხვევაში, ხო? ესე იგი, ახლა ამას წავიღებ, გადმოვდივარ GPIO-ს ბიბლიოთეკაში. აქ დავამატებ, აღონ define-ს დავუმატებ, define, ესეთი რაღაცა რო გავწეროთ. მოკლედ, აქ პარამეტრად მივიღებთ x, შემდეგ დავწეროთ აი ესეთი რაღაცა. ტერნარული ოპერატორები არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ ამასაც აგიხსნით თუ როგორ მუშაობს. ესე იგი, თუ მაგალითად
GPIO არა, X-ი უდრის GPIO-ს კითხვის ნიშანი, ანუ თუ კი რაღაცა პირობის შემდეგ წერთ კითხვის ნიშანს, თუ ჭეშმარიტია, მიიღებს მნიშვნელობას, მაგალითად, რასაც დაუწერთ იმას, თუ არა, მაშინ მიიღებს, აი აქეთ ესეც შეგვიძლია გამოვყოთ, ხო? თუ ვიცით ეს. თუ არა და მარტივად რო გავიგოთ, ესე იგი X-ში აქ ჩაიწერება GPIO-B ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა სამომავლოდ რომელი პორტის რეგისტრის კონფიგურაციას დაგჭირდება ხოლმე, აი ის პორტი ჩაიწერება, ხო, GPIO-A, აი აქ main-ში ჩვენ GPIO-B გვაქვს, ხო? ესე იგი, აქ როცა მოვა კოდი, გამოიძახებს ეს მაკროს, ანუ ესეთ დეფინიცირებულ ფუნქციებს, ესე რომ ვთქვათ, მაკროებად მოვიხსენიებთ. ამ მაკროში ხდება ესეთი რაღაცა. არგუმენტად მივიღებთ GPIO-B-ს, X-ი, ანუ GPIO-B-ს ტოლია, თუ ეს უდრის GPIO-A-ს, კითხვის ნიშანი, ანუ ფაქტობრივად კითხავს ვსვამთ, თუ ამას უდრის, მაშინ ეს იყოს დააბრუნოს, ესე იგი, იგულისხმებოდეს როგორც 0. 0 რატომ? იმიტომ რომ აქეთ, მოდი ჩავიხედოთ ჩვენი sysconfig-ის exti რეგისტრზე, ესე იგი, თუ პორტ A გვინდა 0-ებია, თუ პორტ B გვინდა 0001-ია, თუ პორტ C გვინდა 0010-ია, ხო? ანუ მაგალითად, თუ კი მეშვიდე პინზე გვაქვს საუბარი, რეალურად აქ exti control register 2-ზე უნდა გადმოხტეს მე-12 ბიტიდან უნდა ჩაწეროს აი ეს 4 ერთიანის და 0-იანის კომბინაცია. A შემთხვევაში 4-ვე 0, B შემთხვევაში 0001 და ასე შემდეგ აი აქ მენუალში როგორც გვაქვს მითითებული. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ port A, port B და port C-ზე დავწერთ, რადგანაც ამ სამ პორტს ვიყენებთ. თუ თქვენ დაგჭირდებათ სამომავლოდ ან სხვა კონტროლერი, რომელსაც ექნება port D, port E და ასე შემდეგ, შეგიძლიათ ესენი მერე დაამატოთ. ამ შემთხვევაში მე შევიმოკლებ გზას და ამას არ გავაკეთებ. ესე იგი, თუ ამის ტოლია, მაშინ ესე გააკეთე, ასევე ახალ ხაზზე გადატანოთ შეგვიძლია დავწეროთ აი ესე. აი, X-ი უდრის GPIO-B. მაშინ ერთიანი ისევ ახალ ხაზზე გადავიდეთ და დავწეროთ თავისით გააკეთა ეს X-ი უდრის GPIO-C-ს. თუ ასეა, მაშინ დააბრუნე ორიანი. და დასრულებაში გჭირდება ესეთი რაღაც. აქ, მოდი, ახლა გავალამაზოთ ეს კოდის ნაწილი. და თუნდაც ეს ავიტანოთ ახალ, აი აქ. შევამოწმოთ ეს ყველაფერი, number of errors, error-ები გვაქვს, აქეთ, აბა ნახოთ ამ error-ებში თუ რა იგულისხმება. ესე იგი, ჩვენ ვაგზავნით GPIO-A-ს შემდეგ, ვეკითხებით, ესე იგი, ორ წერტილზე, accepted A და accepted A, ესეთი ვრჩხილებიო. კაი, მოდი აქეთ დავბრუნდეთ და რაიმე შეცდომა ხო არ გაგვეპარა, აი აქეთ ეს ვნახოთ. ესე იგი, GPIO to code, შემდეგ X-ი. აქ გვიწერია ესე იგი, ვრჩხილებში X-ი უდრის GPIO-A-ს. თუ ასეა, ხო, არა, ეს ვრჩხილი გვინდა აი აქეთ. აქაც ასე და აი აქაც ასე. და ესენი მოუშალოთ. შევამოწმოთ ეს ყველაფერი. warning-ები დაგვრჩა ერთი. No effect expression has no effect. ხო, რა უბრალოდ ვიძახებთ, ამიტომ რომ ამას ეფექტი გქონდეს, მოდი ამ სლოდებსაც ჯერ ზემოთ შევქმნი. აი აქ ესე შევქმნი. ამის შემდეგ გავაკეთებ int 8 მაგალითად port code უდრის და დააბრუნებს რეალურად თუ GPIO-A მიიღო, აი ამ ჩვენმა მაკრომ დააბრუნებს 0-ს, B-ის შემთხვევაში დააბრუნებს 1-ს, C-ის შემთხვევაში დააბრუნებს 2-ს. ხო, ეს ორობით ჩანაწერი, მათი იმედია უკვე ვიცით როგორ არის. ამის შემდეგ, ესე იგი დავწეროთ რომ port code-ი
გადაიწეროს აქ. ნახოთ, შევამოწმოთ და ახლა რას გააკეთებთ. ვორნინგები აღარა გვაქვს. აქეთ დავსვათ, აქამდე ვიცით, რომ ყველაფერი კარგად მოდის. მოვიდეთ აქეთ. ჩვენ დაგვჭირდება, ხო, აი ეს EXTA2 რეგისტრი წესით მე7-ში უნდა ჩაიწეროს B, ანუ ერთიანი. აბა, ნახოთ რა მოხდა. ესე იგი, აი ეს temp ცვლადები ზუსტად ისეა, ანუ იმ მასივის იმ ინდექსის მქონე ელემენტზე უნდა ჩაიწეროს 4 გამრავლებული ამაზე, ანუ მე12 ბაიტით გადაიწეროს port code და port code არის unavailable, ანუ არ იღებს მნიშვნელობას და აქაც არ მოხდა. მოკლედ, ეს ყველაფერი შესაძლოა ასევე მიზეზი იყოს იმისა, რომ ჩვენ აქ არ ვააქტიურებთ აი ამ ფუნქციას გამოვიძახებ ჯერ. ასევე მოდი RCC ვნახოთ და APB2-ზე APB2 enable register-ზე აქ უნდა მოვძებნოთ, აი აქ უნდა გახდეს ერთიანი. და ეს არ მოხდა. მოხდა, ოღონდ რაღაც კომპაილერი ცოტა სურევს. კარგით, მოდი ისევე RCC არა და მოვძებნოთ sysconfig-ი და აი აქ ვნახოთ ჩაწერს თუ არა ამ მნიშვნელობას. კი ბატონო, ახლა ჩაწერა უბრალოდ სხვა მისა აქ როდესაც იყო ჩვენი კომპილერი უკვე ცოტა დაგვიანებით გააკეთა ეს ყველაფერი. მოკლედ ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ყველაფერი წარმატებით მუშაობს. ამის შემდეგ რაც დაგვრჩება ის არის რომ NVK გამოვიძახოთ, ანუ nested vector interrupt კონტროლერი გამოვიძახოთ და პროცესორს მივმართოთ. ანუ ჩვენი პინი რეალურად ახლა უკვე მზად არის იმისთვის რომ გააქტიურებულია წვეტისთვის და sysconfig-ით და EXTA რეგისტრებით სასურველ საჭირო ინფორმაციას იღებენ და აგზავნიან და ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ ეს სასურველი ინფორმაცია გადაუგზავნოთ ზუსტად ისე როგორც ჩვენ აი აქ წინა ვიდეოში გავიარეთ. აი ვიღებთ ინფორმაციას, sysconfig-იც გამართული გვაქვს, sysconfig-ი აწვდის EXTA-ის, EXTA აქტიურდება და ახლა დაგვრჩა ეს ნაწილი რომ NVK-ზე მივიღოთ და პროცესორს შესაბამისი IRQ request-ით გადაუგზავნოთ ჩვენი წვეთის ინფორმაცია. მოკლედ ახლა დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.